გამარჯობა. თეკლა. სასიამოვნო გიორგის დედა. გიორგის. მაგრამ აი რა კარგი იქნებოდა რომ გაგრძელოთ ფულიყო. მომთფენი გყავს. ვისაც უყვარს ხო სიამოვნებას იღებენ. რა თქმა უნდა. ნეტა მეც ყავდეს ესეთი მესამე. ესე იწყება შენი მე ვიცი რომ ცოტა გვიან დგები ხოლმე ზოგადად რომ გვიან მოგიწევს დაწინე მაგრამ დღეს რეპეტიცია გაქვს. კონცერტის წემდადებით ხა ტალინში მივდივართ. ანუ როდის მიუგზავრებით? 9-ში მივგზავრებით. 12-ში ერთი კონცერტი არის პეარნოში და მეორე არის ტალინში უკვე და იქ პრემიერა შედგება ყანჩეს ახალი სიმღერის სადაც ნატო მეტონიძე მღერის და ლიზა დუეტს და მეც ნატო და ლიზა დუეტში არიან და მეც იქ ერთი პარტიას უკრავ. ჩამოდის ბატონი გია ყანჩელი და გვინდა რომ სიურპრიზი გავაკეთოს და შევასრულებთ პატარა დანელითაც. მე ჩანაწერს ჩვენ ნახავთ იმიტომ რომ სხვანაირად დარწმუნებული. გიორგი შენი ოთახი დავათვალიეროთ შეიძლება? აი ეს არის ჩემი ოთახი უფრო სწორედ სადაც უკვე იშვიათად ხარ ხოლმე? ხო, დიდი ხანია ხო. არ ყოფილიო, იმიტომ რომ უბრალოდ როცა ჩამოდიან, მაშინ მიწევს ხოლმე. რამდენი წელი აქ აღარ ხარ უკვე? ანუ 2007 წლიდან 2007 წლიდან გერმანიაში. ჯერ გერმანიაში ვიყავ წასული, მე შვეიცარიაში. მაყურებელს წარმოუდგინოთ თვისთავად დღეს ხო, გიორგი ცაგარელი, ალტისტი, სოლისტი. რომელიც მოღვაწეობს ევროპაში. ესენი ანუ აქ სწავლის პერიოდში. ხო, ეს არის ეს პოსტერები, უმეტესობა არის აქ სწავლის პერიოდში არის ეს პოსტერი არის კონცერტი, ანუ ბოლო კონცერტი არის, რომელიც ანუ აქ სტუდენტობის დროს შევასრულე და პირველი კონცერტი არის მაშინ ნიკა მემანიშვილი იყო, ეხლა ნიკოლას რაჭველი გახდა. და აი ამ კონცერტის მერე გამიგზავრე გერმანიაში ჩავაბარე და იმის მერე აი თითქმის ანუ არ გასულა ალბათ სეზონი რო არ ჩამოსულიყავი და ანუ ახლა საქართველოშიც და ძალიან ხშირად და ანუ ყოველ წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოდიოდი და სულ გულს ხოლმე ხანიკასთან აი ჯანო კახეძის ცენტრში ბატონ კახეძესთან და ჯორჯია სიმფონიათან ანუ ყველასთან ძალიან ახლო და ისეთი აქტიურად მოღვაწეობ კლასიკური მუსიკის სფეროში ასე. იანანას კონცერტებზეც უკრავ როგორც ვიცი. და როგორც ვიცი აგვიანდება კიდევაც გიორგის ახლა რეპეტიციაზე. მე უნდა მოგიბრძოდო ჩაი ან ყავა, რომელი გირჩევნია და დედასთან გავალ და მოგიბრძოდო. ჩაი. მაშინ მე მოგიმზადებ ჩაი. ლიკა? აჰა, როგორც ხედავთ უკვე ყველაფერი მოგიმზადებიან. მაშინ გავაწყოთ აქ სუფრა და ჩაის და ყავას მოვამზადებ. რა საქმიანობთ ამჟამად? სამ კაცს, ანუ მეუღლეს და ორ ვაჟს. და დანარჩენი ოჯახის წევრები სად არიან? მეუღლე სამსახურშია, ძალიან პუნქტუალურია და არ დააგვიანებს. ანუ ადრე გადის ხოლმე სამსახურიდან და გიორგის ძმა? გიორგის ძმა თუ არ წავიდა უკვე უნივერსიტეტში, სასწავლო იყოს, თუ არ გავიდა ახლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრეთ. ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროგრაფიის განხრითაც, მაგრამ ხელოვნებად ცოდნეთ ჩამოყალიბება, განაპირობა ხელოვნების მუზეუმმა. ანუ იქ მუშაობდით? სტუდენტი და ვიმუშავე ძალიან ვიყვარს. მესერ თანამშრომელი ვიყავი საგანძურის. ეს ძალიან დიდი ხანია უბრალოდ. დიდი ხნის შემდეგ ნუ არც ისე დიდი ხანი, მაგრამ მივხვდი რომ ისეთ ასაკში იყვნენ ბიჭები, რომ მათ უფრო ვჭირდებოდი. და
და წამოხვედით მუზეუმიდან. ძალიან გავიცდიდი დიდხანს. მაგრამ ვიმშვიდებდი თავს იმით, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდი, რომ ბიჭებს სჭირდებოდა თელი შეწყობა, ყურადღება. მეუღლეს. გიორგი რამდენი წლის იყო დაახლოებით სასწავლებელში რომ იყო? 6 წლისას იღებდნენ მაშინ. გიორგიმ დაიწყო პირველი კლასი გაიარა ხელოვნების სკოლაში, ვერსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში და მე პედაგოგმა ძალიან მოინდომა, რომ 10 წლებში ჩაებარებინა. ტყობაში ამჩნია უფრო მეტი მონაცემები და მე გიორგის ძმა იყო პატარა. ახალი ფეხადგმული, ისეთ ასაკში იყო, რომ 10 წლებში სანდროსთან და გიორგისთან ერთად სიარული ძალიან გამიჭირდებოდა, მეუღლე დიდიდან ლექციებზე გადიოდა. როცა ამთავრებდა, 2 წლის პროგრამა გაიარა 1 წელიწადში და გადახტომა გააკეთა. მაგრამ მაინც დასწია, მაინც შეძლო ეს ყველაფერი და ეს შენი კუთხეა, ხო, როგორც მივხვდი, ინსტრუმენტებით მოწყობილი. ხო, ასეთ თქვა მუსიკალური რაღაც კუთხე არის. ეს რა ლამაზი რაღაცაა. ხო, ეს შენ ჩააკნაკიდი არ იქნება. ხო, ეს ჩამოტენა გერმანიდან დედაჩემს და ძალიან უყვარს ეს რაღაცებს აგროვებს და ლამაზი. ნუ პრინციპში ესაც დედაჩემს მოწყობილია, იმიტომ რომ მე დიდად არ ვესეთ რაღაცები გატაცებული და შენ მეცადინეობ, ანუ მეცადინეობ ხურდები ასე. ხო, ნუ ის ხო მეცადინეობ, ეს ნოტები ყველაფერი აქ მოქვს და ეს დიდი პიუპიტრი გაქვს და აქ პატარა პიუპიტრი, ხო? ესეც დედას საჩუქრად. არაჩვეულებრივ გიორგის, არაჩვეულებრივ დედას, გია ყანჩელი. ანუ ეს იყო საქსოფონისტების კვარტეტი იყო ჩამოსული, მაგათი პრემიერა იყო და მე და მოსკოვიდან ჩამოსული იყო ზანგრიმეველი გიორგი. ეს შენი ის არის ბლოკნოტი? ხო, ეს ბლოკნოტი არის, თან მუსიკალურია, იმიტომ რომ ყოველი თვის, ყოველ რიცხვში და ყოველ დღეს, ანუ შეგიძლია წაიკითხო ვინ დაიბადა, რომელი გამოჩენილი კომპოზიტორი ან მუსიკოსი და პრინციპში ძალიან ბევრი კონცერტი ამის მიხედვითაც დამეგეგმოს, იმიტომ რომ ანუ იუბილეები ხო, ანუ მის. და ეს ნახატი მისი შესაძლებელი. ეს ნახატი ჩემმა ყოფილმა მეუღლემ აჩუქა ეს ომი როცა იყო ხო თბილისში. ეს არის რაღაც ნაჭერზე ხო და კი ბატიკა არის თუ არ ვცდები. ბატიკაზე არის გაკეთებული, ანუ ნაჭერზე გაკეთებული და ანუ ვერ ჩამოფრინდი, იმიტომ რომ ომის გამო გადაიდო რეისები და დამიხატა. ნუ ხო ყველა მიხვდება ხომ ვინც მისცემს რომ ეს ეხლა მოხდეს დავარცხინე ალბათ 29-თან. ხო, ანუ ომის მანერაც ანუ ესეთი ყველა ხდება რომ მე კი ანუ თმების და ჯდომაც, ნუ თუ ისეთი კონცერტია არა აკადემიური და არა კლასიკური და თუ ისეთი საშუალება არის სადღაც შემიძლია აი მაგას როგორც იავნანას ბოლო კონცერტზე აკადემიურ კონცერტზე ესე ვერ ეს ანუ შეიძლება მაგრამ მაინც ცდილობ ესე თავისუფლად რაღაცა შენ კი ანუ დიდად არ მიყვარს ეს ესეც რამე ხო ნოტები ყველგან სადაც გავიხედე ნოტები პიუპიტრი ესაც ანუ ჩემი კონსერვატორიიდან არის გრაფიკი ასე ვთქვათ ლექციებში ანუ ეხლამდელი ეს ის არის რა ქვია სახელმწიფო ლექციების ცხრილი ასე ვთქვათ ძალიან ლამაზი სახლი გაქვს ძველებური ყუდრო და ასე შემდეგ პარიზის თემა შენი თემა არის თუ ნუ ერთდროს იყო ხო ერთდროს ეს ერთ-ერთი პირველი გასტროლი იყო ბავშვობიდან ეს ახალი ჩაბარებული კონსერვატორიაში და გასტროლიდან გაქვს ეს ჩამოტანილი ხო ანუ ყველაფერს ფაქტობრივად ესეთ ნივთებს უგრებ ხომ დედაჩემს იმიტომ რომ ის გიждდება ესეთ რაღაცებზე და სადაც არ უნდა ჩავიდე ხოლმე რაღაცა ჩამოგავს ანუ ნუ ყველაზე მეტად არ ვიცი სადღაც აქვს შენახული ესეთი ესეთი ისინი ოღონდ თეფშები და ვცდილობ ხოლმე რომ ყველა იმიდან ეს თეფშები ჩამოვდანო თუ სამენახე და ეს აი ინტუიციის ანგელს თავარანგელოზი და ხო ეს ბავშვობაში დავხატე დროს ხატავდი ეს აი შავ ფურცელზე ბრონზით ბრონზით და სახეს არ ხატავდი ესეთი რაღაც სახე ხო რაღაც ეს მომინდა რომ სახეს გარშე დამეხატე და ანუ ბავშვობაში ფიქრობდი რომ ყველა ანგელოზი თეთრი რატო არის ხო შეიძლება ზანგიც იყოს თქონდა ეს პორტრეტი ანუ დედა პორტრეტზე ხო ეს არის საფრანგეთში მოღვაწე მხატვრის ლუკა ლასარიშვილის ნახატი და მაგრამ ან ძალიან ძველია როგორც ხო ანუ სანამ წავიდოდა ალბათ მაგდროს შექმნილი რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი ნამუშევარი გიორგი და აი მოთახშიც რო შევიხედე შეიძლება კი ბატონო ეს ბავშვობის ფოტოები შენია როგორც მივხვდი კი
რა საყვარელი ბავშვი იყავი. იქით თუ ასე ვთქვათ მხატვრობა არის, აქეთ ლიტერატურა არის, ხო? მუსიკა, აი ეს მაგალითად ეს არის ერთ-ერთი პირველი გამოშვება ჩაიკოვსკის თხზულებების, რაღაც ალბათ მე-19 საუკუნის და ნოტები არის. წელი არ ვიცი ზუსტად რომ წელს არის გამოშვებული, მაგრამ სამეფო გერბი არის და ეს ვიცი გადმოცემით რომ ვისგანაც შევიზიარეთ რომ არის ერთ-ერთი პირველი. ეს არის ბებია ჩემი და მისი წინაპრები რომ ანუ ბებია რუსი მყავდა და ეს არის დედამისი ანუ ეს დედის მამა ჩემი მხრიდან ეს არის ბებია ჩემი და დედამისი. მოვდივართ. ცეცხლი ნახე დაძვირა და ორ წამში მოკლედ როგორი სულთა გააწყო. მაგალითად თეკლა, ლაშა, გიორგის ძმა სანდრო. სასიამოვნოა. აი მაინტერესებს გიორგი შენ აი როგორ მოხდა როგორ გიპოვა ბატონმა გიამ სად აღმოგაჩინა სად მოგისმინა პირველად აი ეს მოგვიყვება. ანუ დროსაც თბილისში ვსწავლობდი კონსერვატორიაში. შემდეგ ერთ-ერთ ჩამოსვლაზე შევასრულეთ მე და ნიკოლოზ რაჭველმა სულხან ასიძის კონცერტის პრემიერა და იქ იყო მოსული და კონცერტის შემდეგ მოსალოცეთ რომ იყვნენ სტუმრები მოსული ერთი იყო ბატონი გიაც და ნუ აი კონცერტის შემდეგ გავიცანი გამოვისაუბრეთ ერთმანეთს შემდეგ უკვე ერთი წლის შემდეგ მისი ნაწარმოები დაუკარი ეს იყო ალტისა და სოპრანოსათვის და ამ კონცერტის შემდეგ უკვე გერმანიაში იყო ქალაქ ლაიფციგში კონცერტი სადაც მეც მონაწილეობდი და ბატონ გიას ნაწარმოები სრულდებოდა. იქ მის მეუღლე ესწრებოდა თვითონ ვერ შეძლო ჩემს პარალელურად სხვაგანაც კიდე პრემიერა ქონდა და მე უკვე ამ კონცერტის შემდეგ თბილისში იყო კონცერტი, სადაც უკვე მისი ლიტურგია დაუკარი და ასე თქვათ უკვე მაქედან დაიწყო ასე თქვათ ჩვენი ურთიერთობა. მე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ერთად ვიყავით ფრანკფურტში, გერმანიაში, იმ დროს წერდით დისკს, ყანჩელის ნაწარმოებებს, ესეთი სეპტარიმენტი ერქვა ჩვენ ანსამბლს, რომელიც გერმანიაში ჩამოვაყალიბეთ ქართველმა მუსიკოსებმა, ანუ უცხოეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსებმა და ეს 7 კაცმა გადაწყვიტეთ რამდენიმე მისი ნაწარმოები გაგვეკეთებინა ამ სეპტეტისთვის და ამის შემდეგ უკვე ხშირად მიწეს მის ანუ ფაქტობრივად რაც დაწერა მან ალტისთვის აქვს ძალიან ცნობილი ნაწარმოებები სოლოები არის ყველა ანუ შენთვის არის დაწერილი მაგრამ შენასრულებ ჩემთვის არ არის დაწერილი მაგრამ ერთ-ერთ ანუ კლასიკად ქცეული ნაწარმოებები არის იგივე სტიქსი მაგალითად ლიტურგია და სანდროზე გვაინტერესებს სანდრო სწავლობს კი ვსწავლობ თესევში სოციოლოგიაზე სოციოლოგიაზე რომ კურსი ხარ ალბათ გავაგზავნებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ზუსტად არ ვიცი მაგრამ აუცილებლად გავაგზავნებ იგივე მიმართულებით რა თქმა უნდა სადღაც ჩერჩერ მოსაფიქრებელი მუსიკასთან არ გაქვს არანაირი შეხება ბავშვობაში მქონდა ეხლა აღარ მაქვს ესეთი ბავშვობაში პერიოდი უკრავდი თუ პერიოდა ფუნქცი დავდიოდი ბიჭები თუ კი ხო ამ ფორტეპიანოზე დავდიოდი მაგრამ ნუ ეხლა უკვე кайხანია რა მაქვს შეხება და სწავლის გარდა რამე ჰობი ან რამე საქმე მიტინგი აქტივისტი ხარ თუ რა შეიძლება ეგრე ითქვას ხო მე და ჩემი მეგობრებს გვაქვს დაარსებული ორგანიზაცია ლაბორატორიის 19 და მაგ რა ბოლო წელია რაღაც მართლა მიტინგებზე ვიყავი სულ მაგრამ ნუ მე მგონი ეხლა ცოტა სხვა მომენტი დადგას რაღაცაც ვემზადებოდით ამ 2 წლის განმავლობაში და ეხლა უნდა რეალურად დავიწყოთ რაღაც საკითხებზე მსჯელობა აკადემიურ თავისუფლებებზე და უნივერსიტეტის განვითარებაზე და ასე შემდეგ და გუშინაც ბატონ გიედლთან ქონდა შეხვედრა და ასე შემდეგ. და მე მგონი ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავდივართ ჩვენი მოღვაწეობის, როცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ვიწყებ მსჯელობებს და ქმედებებს თუ როგორ უნდა შეიცვალოს ისე რომ რაღაც ხელმისაწვდომიც იყოს განათლება საქართველოში და ამოდროულად ხარისხიანი, იმიტომ რომ ალბათ რავი განათლება არის მთავარი ფუნდამენტი ქვეყნის ყველგან და მით უმეტეს ჩვენაირ ქვეყანაში ეხლა გვჭირდება აი არის ყველაზე მეტად. აი ესეც საინტერესო მამული შვილები დაგიზრდიათ ქალბატონო ლიკა.
კაპიტოლიკა წეგანი ოთახში ვიყავ შესული და გიორგის ბავშვობის ფოტო ნახე ან რაღაცა ძალიან სასაცილო და ისეთი თმაზე მგრძელი თმა შეკრული დიდი ცისფერი თვალები რაღაცა როგორი ბავშვი იყო ბავშვობიდანვე ქონდა ეს საინსტრუმენტისკენ ინტერესი თუ აი რაღაცა თვითონ ნახატით შევნიშნან რაღაცა თითქოს ძიების პროცესში იყოს აი თუნდაც ასული ბავშვი მაგრამ დაბადებიდან იყო და მუსიკალური ერთიც და მეორეც ანუ ეს მაგრამ ხოლმე გიორგი გაყვა მუსიკას. და რატო ფეხბურთსაც უნდა თამაშობდი? არა, ნუ საწყისი იყო ის, სანამ ფეხბურთს დაიწყებდი. ეხლა შენ რომელი გირჩევნა? დინამოს ნაკრებში იყო თუ გია ყანჩელთან უშაი, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? აი ხა არჩევნის წინაშე რომ დაგაკეთე. ეხლა ნუ იმიტომ წავიდე ეს პროფეს დინამოს არ ვიტყოდი. გია რომ აგებული არის ხოდა, მაშინ ხო, შეიძლება მქონდა, მაგრამ ხა ალტი რა იყო ნამდვილად. ხო, ნუ ანუ ვიოლი და ვიცოდი, მაგრამ ალტი არ ვიცოდი და. ეს ბაბუის გენები მაგალითად ამაში ფეხბურთი. ბაბუა იყო ფეხბურთი. არც ბავშვი შეწევდი მამა ჩემი იყო პირველი თაობის დინამოს მარცხენა დამცველი. ოკეი, სწორი. დაცვა შენ. გიორგი ან თბილისის კონსერვატორიის მერე სწავლობდა გერმანიაში და ეხლა ხარ შვეიცარიაში. ხო, შვეიცარიაში 2-3 წელი, ანუ დავამთავრე შვეიცარიაში უკვე მასტერი, მაგისტრატურა და ეხლა ვაკეთებ სოლისტის დიპლომს. ანუ როგორც ასპირანტურა. ბოლო საფეხური არის პრინციპში ეხლა ანუ ეს ლექციები და რეპეტიციები თითქმის არ მაქვს, მხოლოდ რამდენჯერმე მიწევს იყოფნა, რომ კონცერტი ჩავატარო და ნუ პროფესორს რო შევხვდე. და რამდენი წელი დაგჭა თუ ან ანუ აი ზამ წელს უკვე უნდა დავამთავრო ზამთარში. და შემდეგ რას აპირებ? ჩები თუ დაუბრუნდები საქართველოს საფუძვლიანად? ნუ ეხლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა საქართველოში რაღაც ის იმედი გვაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ნიკოლ საჭომა ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი გაერთიანა თავის ორკესტრში თან რამდენიმე მუსიკოსი უცხოეთიდან ქართული მუსიკოსების დაბრუნდნენ და ასევე ჩვენ ანუ მე და ჩემ სამ მეგობარმა გავაკეთეთ სიმებიანი კვარტეტი რომელსაც ქვია საქართველოს სიმებიანი კვარტეტი ყველანი მოვაწევთ უცხოეთში მაგრამ ეს სახელი იმიტომ დავებით რომ გვინდა რომ ანუ საქართველოს სახელი გავიტანოთ აი კონკურსებზე ფესტივალებზე და ასე შემდეგ და უბრალოდ რაღაც შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ არ თამხდებით, იმიტომ რომ თუ დავთანხმდებით, მაშინ მე მსახლის გადარქმევა მოგვიწევს და ამიტომ ხა ვცდილობთ, რომ ან სამინისტრო მან აქვს სპონსორებმა, რომ დაგვაფინანსონ, რომ ანუ იმიტომ ყველა სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობთ და აი ანუ იგრებებით და ერთად რეპეტიციობთ ხოლმე. სხვადასხვა ქალაქში თუ ანუ ქვეყნებში სხვადასხვა ანუ ორნია ცხოვრობენ გერმანიაში, ერთი ნორვეგიაში და ამიტომ გვიწევს ხოლმე ერთმანეთთან ხშირი სიარული ეს რაღაც ხარჯები ხო და იმედი გვაქვს რომ სამინისტრო როგორც ორკესტრს დააფინანსებს ასევე ამ კვარტეტსაც და საერთოდ ესეთ წამოწყებებს იმიტომ რომ 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა აქედან ისეთი ნაკადი იყო ყველა იქით მიდიოდა და ეხლა ესეთი პრეცედენტი მოხდა რომ ნიკას გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ და ძალიან ბევრს აქვს იმედი რომ შეიძლება დავბრუნდეთ და რაღაც აქაც იყოს ისეთი ცხოვრება, როგორც დასავლეთში არის და ამის დიდი იმედი გვაქვს. მე როგორც ვიცი, ასევე საქართველოს წარმოადგენს რაღაც საბჭო არის შეკრული, როგორც ვიცი. ანუ სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის წარმომადგენლობითი საბჭო შეიქმნა, სადაც სხვადასხვა, ანუ ყველა მუსიკის მოღვაწენი არიან, მაგრამ სხვადასხვა სფეროში არიან მომღერლები, აი ნატო, მეტოენძელი, იზა ბაგრატიონი არის თეო ჯორბენაძე, იონანის არტ დირექტორი, არის დუდა ნამაზმანიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ასევე ვარ მე და ვცდილობ რამდენიმე კიდევ უცხოეთში მოღვაწე, არა მხოლოდ ქართველი მუსიკოსები და ვცდილობ რომ ანუ დავეხმაროთ ყველანაირად ამ ორკესტრს, ამ მუსიკოსებს, მუსიკალურ ცენტრს და ასე ვთქვათ, რა ვიცი, ერთიანი ძალებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტის შანსი გაკეთდება ნამდვილად. საქართველოში როდის აპირებ რომ გარდა იმისა, რომ 14-ში მიდიხართ ანალიზას კონცერტია საქართველოში როდის დაუკრავთ? საქართველოში წესით ეხლა ვაპირებთ ესეთი ფესტივალი დაარსა ნიკამ არის კონტრაპუნქტი ქვია, რომელიც ანუ ორი თანამედროვე კომპოზიტორის ნაწარმოებები სრულდება ხოლმე ერთი საქართველოს მხრიდან და მეორე ევროპელი კომპოზიტორის წელს არის ესეთი ორივე არაევროპელია, მაგრამ ანუ უცხოელი კომპოზიტორი არის მანსურიანი სომხეთიდან და საქართველოდან ვაჟა აზარაშვილი.
უბრალოდ ჩამოდიან ძალიან ცნობილი სოლისტები, ჩამოსმოგეთ კიმ კაშკაშიანი, ეს ალტისტია. გრამდენი 2 თვის წინ თუ 1 თვის წინ აიღო გრემი და ნუ ერთ-ერთი ისეთი ცნობილი და ესეთი ვარსკვლავი მოგეთ კლასიკურ მუსიკაში და ჩამოდის ფაქტიურად უჰონორაროდ, ანუ ძალიან და პატარა ჰონორარს ითხოვს. ეს ამ ფესტივალის. ამ ფესტივალის, მაგრამ ეს მისთვის ეს პატარა ჰონორარი ჩვენთვის დიდი ჰონორარია და ამიტომ ეხლა მოლაპარაკებები სამინისტროში რომ დააფინანსონ ეს პროექტი, იმიტომ რომ უკვე რამდენიმეჯერ მოხდა ესეთი პრეცედენტი რომ უნდა ჩამოსულიყო ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრი, აგერ ვენის ფილარმონიული ორკესტრი ქონდა ბაქოში და ერევანში კონცერტები და ჩვენთან არ ჩამოვიდნენ და ანუ უკვე არ გვინდა რომ ისე მოხდეს რომ რაღაც ცოტა სახელი გაგვიფრჩდეს და ეს ფესტივალის რო ჩაიშალოს და ეს სოლისტი რომელსაც ალბათ იცით რომ 3 წლით და 4 წლით ადრეავთ ხოლმე ყველაზე ნაკლებად ხო გაწერილი თავის კონცერტები თითოეული დღე მათთვის დრო არის და დრო ფულია და თქვენ ანუ აი ამ შეკრებას ასე ვთქვათ სხვა ქალაქებიდან ჩასვლას სადღაც ერთ კონკრეტულ ადგილას შეკრებას იქ მერე მზადებას ხო რეპეტიციები აქვს მერე კონცერტი ანუ ამ ყველაფერს თქვენი ხარჯებით კი ამას ჩვენი ხარჯებით ვაკეთებთ და ანუ ძალიან რთული რა თქმა უნდა ეს მით უმეტეს ქართველისთვის ევროპაში ცხოვრება და ანუ გაქვთ შემოთავაზება რომ თავისთავად ალბათ კი აი ნორვეგიაში გაქვთ შემოთავაზება რომ ანუ ეს ხარჯებს ყველაფერს ანაზღაურებენ და ანუ ჩვენ ანუ საერთოდ ჩვენ ახლა მიზანი არის კვარტეტის რომ მოვიპოვოთ რაღაც ასე თქო ტიტულები ანუ გავიდეთ კონკურსებზე ფესტივალებზე და იქ რა თქმა უნდა დააფასოს შენი სახელი ხო რა თქმა უნდა ამიტომ ეხლა ესეთი სახელი გვაქვს საქართველოს სიმებიანი კვარტეტი. არსებობს საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, სხვა კვარტეტი არის, რომელსაც ეს სტატუსი აქვს. ჩვენ რა თქმა უნდა უბრალოდ საქართველოს სახელი გვაქვს და ну არ გვინდა რომ დავთანხმდეთ იმათ შემოთავაზებას და გვაქვს მართლა ძალიან დიდი იმედი რომ ან საქართველოს კულტურის სამინისტრო ან რომელიმე სპონსორი გადაწყვეტავს და რაღაცა დოზით მაინც დაგვეხმარებინოთ. მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი დაგიფასდება გიორგი. ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის რომ მოკლედ მე ვთვლი რომ ალბათ ეს ყველა სუვალდებულება არის რომ რაც შეიძლება თავსოთ ესპანები ვითარ გავიტანოთ იქ ჩვენი სახელი უცხოეთში გაქვთ საქართველოს სახელი გიორგი გაგვიარებთ და გიორგი ერთი თხოვნა მექნება შენთან ძალიან დიდი რა აი ზუსტად ამ კონცერტზე ხა რასაც მიემგზავრებით ტალინში ხო და გია ბატონ გია ანჩას ასე ვთქვათ სიურპრიზად უსრულებენ დანელიადას და ტალინში და მე მინდა რომ გიორგის თხოვო რომ ასე ვთქვათ მისი პარტია აი ჩვენთვის ჩვენი გადაცემისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის რომ შეგისრულოს და მეც შეუერთდე ამ თხოვნას გიორგი ეს ერთი ინსტრუმენტი გაქვს ანუ ეს რა ინსტრუმენტია ო ეს არის იტალიური თანამედროვე ინსტრუმენტი ჯენოადან რომელიც ფონდმა გადმოცა მაგრამ ანუ ყოველთვე ანუ ასე თქვა იჯარი ხო ანუ ყოველთვე არის რაღაც თანხაში რომელმა ფონდმა გადმოცა ეს არის გერმანული ფონდი ესეთი ბიბაჩე და იქ იყო და ქირას იხდია ხო ანუ ყოველთვე არის გადასახადი ან შეიძლება ამის ქირასაც იხდის სწავლის ფულსაც იხდი თქვენი ქართული სიმებიანი კვარტეტის მოკლედ ანუ ყველაფერს როგორ ახერხებთ რა ის რაღაცნაირად ვახერხებთ გიორგი ცაგარელთან და მის ოჯახთან ერთად გემშვიდობებით მომავალ გადაცემაში. ნახვამდის.